პათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი უკვე 26 დღეა შიმშილობს. არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ციხეში უშვებენ. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია მაღლობელს და თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს. გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ქართული ოცნების პარლამენტი გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით იღებს ოცნება. 4-ჯერ იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, 15 დღიდან 60 დღემდე მკაცრდება ადმინისტრაციული ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში 15,000 და 20,000 ლარამდეც კი. იკრძალება აქციის ჩატარება სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მოსამართლეების სახლებთან და ავტომაგისტრალებზე. აქციის ჩატარებას თუნდაც სპონტანური აქციისას დასჭირდება მუნიციპალიტეტისთვის წინასწარ შეტყობინება. იკრძალება თანამდებობის პირების შეურაცხყოფა და ლანძღვაგინება და გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით და ეს ყველაფერი არ არის. გუშინ ახალი შემზღუდავი კანონები დაანონსეს მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ. დაინიცირდება მედიის კანონი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განაცხადა მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე და იქვე დასცინა, რომ ამ კანონს ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მივიღებთო. მდინარაძისგან გავიგეთ ასევე ისიც, რომ შეიზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, ოღონდ ეს კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს არ შეეხებაო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რას შეეხება. რაც შეეხება არასამთავრობოებს, მამუკა მდინარაძის თქმით, 2024 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელსაც 2023 წელს აგენტების კანონი ერქვა, ხოლო 2024 წელს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უწოდეს, FARA-ს, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის სუბუქი ვერსია არისო და წელს აპირებენ FARA-ს ასლი ამოქმედონ. ესეც მდინარაძის სიტყვებია, მან დამატებით კითხვებს ამ თემაზე არ უპასუხა გუშინ და ცნობის მოყვარე ჟურნალისტებს FARA-ს წაკითხვა თავად ურჩია. ოცნების დეპუტატი აშკარად უკმაყოფილო ჩანდა იმის გამოც, რომ რუსული კანონის რეესტრში მსხვილი არასამთავრობოები თავისინებით არ დარეგისტრირდნენ, მაგრამ ასევე არაფერი უთქვამს იმაზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრს რამ შეუშალა ხელი ძალით დაერეგისტრირებინა ისინი, როგორც რუსულ კანონში ჩაწერეს. მამუკა მდინარაძემ გუშინ კიდევ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა დაანონსა, მაგალითად მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომელიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას. გარდა ამისა, ქართული ოცნების ინიციატივით საჯარო სექტორში დასაქმებულებს შეეზღუდებათ უცხოური დაფინანსებით სარგებლობა ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. ამაში იგულისხმება პირდაპირ თუ ირიბის სახელფასო დანამატი და ტრეინინგის დაფინანსებაც კი, ასევე საზღვარგარეთ ვიზიტები, როგორც მან თქვა. კიდევ რას აპირებს ოცნება რთულია მათი ნაბიჯების პროგნოზირება. თქვენ როგორ გრძნობთ, გაიღვიძეთ დილით რუსეთში. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა შემომიბრუნა კითხვა ამ გადაცემაში სტუმრობისას, როდესაც რუსული კანონის მიღების გამო, რომელიც იყო ყველაზე პირველი შემაფერხებელი ევროინტეგრაციის გზაზე, კითხვებს უსვამდა. ის კი მარწმუნებდა, რომ ოცნებას საქართველოს რუსეთისკენ არ მიყავდა. საით მიყავს ოცნებას ჩვენი ქვეყანა? ვატყობ მომიწევს ამ კითხვის გამეორება და იმედია ის უარს არ იტყვის წერტილში სტუმრობაზე. იქამდე კი ჩემს ღევანდელ სტუმართან ერთად შევაფასებთ ოცნების რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტების მოტივს. საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამ წერტილის სტუმარი, ის უკვე სტუდიაშია. საღამოშტობის ნონა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მზია მაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, მან მოითხოვა ციხეში გადაყვანა, მაგრამ რჩება ვივამეთში. როგორ არის? საღამოშიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, მზია ამაღლობელი რჩება კლინიკაში, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმგვარი, რომ მისი გადაყვანა ციხეში არის სახიფათო. აქედან გამომდინარე, ის რჩება კლინიკაში. მისი პოზიცია ეს იყო, გუშინ ჩვენ ამასთან დაკავშირებით საუბრობდით, რომ მზია ამაღლობელის პოზიცია, რომ თუ დასრულდა ყველა სამედიცინო გამოკვლევა, მაშინ ის აღარ უნდა იყოს საავადმყოფოში და დააბრუნონ უკან ციხეში, იმიტომ რომ ის არ შიმშილობს იმის გამო, რომ რაიმე ტიპის შეღავათები მიიღოს
ამის გამო, ის შიმშილობს უსამართლობის გამო და მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს არა იმიტომ, რომ ის შიმშილობს, ან არა იმიტომ, რომ ის ჟურნალისტია, არამედ იმიტომ, რომ ის არის უკანონო პატიმარი, მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ, ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ ამ ზომას მის წინააღმდეგ იყენებენ როგორც პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევს და არა იმიტომ, რომ სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა ამის. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით სამედიცინო დოკუმენტაციას, რომ გვენახა რამდენად სწორად მიმდინარეობდა მონიტორინგი, იმიტომ რომ როდესაც პატიმარი შიმშილობს, არსებობს სპეციალური წესები, პროტოკოლი, რომელიც უნდა დაიცვას ციხის ადმინისტრაციამ, სახელმწიფომ ზოგადად და მუდმივი მეთვალყურეობა უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ არ იყოს საფრთხის ქვეშ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შიმშილობა არის რთული პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თან გააჩნია შიმშილობის ფორმებს, მზიამაღლობელი იყენებს სრულ შიმშილობას, რაც იმას ნიშნავს, რომ იღებს მხოლოდ წყალს და მიუხედავად კლინიკაში გადასვლისა, ის აგრძელებს შიმშილობას, მას არ შეუწყვეტია შიმშილობის პროცესი, ეს უკვე 26 დღეა, რაც ამ ფორმით მიმდინარეობს ეს სრული შიმშილობის ფორმით მიმდინარეობს ეს პროცესი, რაც მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ასევე ანამნეზის გათვალისწინებით საჭიროებდა დამატებით კვლევებს, როდესაც ჩვენ ვნახეთ მისი სამედიცინო დოკუმენტები, ეს ცოტა დაგვიანებით მოგვაწოდეს და მაშინ ჩვენ ვითხოვეთ დამატებითი კვლევების ჩატარება. ის კვლევები ნაწილობრივ ჩატარდა ციხეში, დანარჩენი ჩატარდა კლინიკაში და კლინიკაში ანალიზების პასუხიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ კიდევ საჭიროა მისი დამატებითი გამოკვლევა, დაკვირვება და საავადმყოფოში დატოვება. ასევე ჩვენ მიმართული გქონდა სახალხო დამცველისთვის, რომ მას შეექმნა სპეციალური ექიმების ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს განახორციელებდა მზიამაღლობელის მკურნალობის პროცესზე და ასეთი ჯგუფი უკვე შეიქმნა. დღეს ოფიციალურად სახალხო დამცველმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ ჯგუფი შექმნილია და ისინი უახლოეს დღეებში, ჯგუფის წევრები, ექიმები უახლოეს დღეებში მოინახულებენ მზიას გაეცნობიან დოკუმენტებს და საკუთარ დასკვნას, შეფასებას გააკეთებენ ამ პროცესთან დაკავშირებით. ჯანმრთელობა და თავისუფლება მზიამაღლობელს მედიის თემით მინდა გავაგრძელოთ ჩვენი ინტერვიუ, ეგრეთ წოდებული მედიის კანონი დაანონსა გუშინ მამუკა მდინარაძემ, დადგინდება მედიის ობიექტურობის და ასევე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებიო. ბევრი არაფერი არ უთქვამს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რა წინადადებებით მან წაიკითხა გუშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რა გავიგოთ, რა ვივარაუდოთ, აპირებს თუ არა ოცნება ცენზურის, ასე ვთქვათ, ინსტიტუციონალიზაციას ფაქტობრივად. დიახ, ეს რა ფორმით იქნება ჯერჯერობით უცნობია, იმიტომ რომ ჯერ მარტო ეს ზეპირად გაჟღერდა ეს ინიციატივა წერილობით ფორმით არ არის ჯერ წარმოდგენილი, რა იგულისხმება, თუმცა რაც გაჟღერდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია და ეს ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა კანონდება ცენზურა მედიის წინააღმდეგ, მედიის რეგულაციები და ასევე ეთიკის სტანდარტები არის ისედაც დადგენილი, ყველა მედია ორგანიზაციას აქვს საკუთარი და აღიარებული ეთიკის სტანდარტები და მისი დაცვის ვალდებულება ისედაც არსებობს ასევე ეთიკის საკითხებზე ქარტია, რომელიც შესაძლებელია რომ იხილავდეს ასეთ საკითხებს და იხილავს ხოლმე, ისე წარმოჩენა რომ თითქოს ეს სტანდარტები ახლა არ არსებობს და რაღაცა ინოვაცია შემოდის, არის სრულიად უსაფუძვლო, ეს სტანდარტები არსებობს, მაგრამ რასაც მამუკა მდინარაძე ამბობს, ეს იქნება ჟურნალისტების დევნის ახალი ინსტრუმენტი და მთლიანად ამ სივრცის გასუფთავების გზა, იმიტომ რომ მან ასევე ისაუბრა დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მედია, მაგალითად ონლაინ მედიები ძირითადად დონორი ორგანიზაციების დახმარებით საქმიანობენ და კომერციული შემოსავლები მათ თითქმის არ აქვთ, ან ძალიან ცოტა აქვთ და ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მათ ფუნქციონირება გააგრძელონ და რასაც მდინარაძე ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ეს მედია საშუალებები საერთოდ უნდა გაქრნენ და ისინი აღარ უნდა საქმიანობდნენ. ეს არის ამ ინიციატივის მთავარი მიზანი და არა ის, რომ რაიმე კეთილშობილური ზრახვებია, რომ ეთიკის სტანდარტები დაიცვან და საზოგადოება დაიცვან ასეთი რაღაცა ჟურნალისტური, არაეთიკური ჟურნალისტების მხრიდან. ეს პირიქით არის იმის დაკანონება, რომ მოხდება ცენზურა, ამის რეგულაცია კიდევ საკითხავია ვის ხელში გადავა. რა ორგანო ჯერ არც გაუკონკრეტებია. დიახ, და ის თუ საბოლოოდ სასამართლომდე მივა, სასამართლოც ვიცით რა მდგომარეობაშია, როდესაც სასამართლოში ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ დაამტკიცო შენი სიმართლე და მოსამართლეები, როგორც წესი
ინტერესი, სადაც არსებობს ინტერესი სახელმწიფოსი და ქართული ოცნების ინტერესები, სადაც არსებობს, არასდროს არ იღებენ ობიექტურ და სწორ გადაწყვეტილებას და ამაზე მოწმობს, ამას ადასტურებს თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები, როდესაც და თუნდაც სისხლის სამართლის საქმეები, არა მარტო ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, ზიამაღლობელის საქმეც ამის ნათელი დადასტურება, როდესაც მოსამართლეები პროკურორების შუამდგომლობებს ისე აკმაყოფილებენ, რომ ამის წინაპირობების სინამდვილეში არ არის. ამ სასამართლო რეალურად ქცეულია პროკურატურის გაგრძელებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგრძელებად, ქართული ოცნების გაგრძელებად და შესაბამისად იქ მართლობა არ აღესრულება. ფაქტობრივად უნდა საერთოდ კრიტიკული მედიისგან გაასუფთავოს ქვეყანა და არ დარჩეს არავინ, იმიტომ რომ შეიზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეიზღუდება შეიძლება გავიგოთ, რომ საერთოდ უფლება არ ექნებათ მედიებს, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონი ნაწილობრივ ისედაც ეხებოდა ონლაინ მედიას, უბრალოდ რეგისტრაციას ავალდებულებდა, ხო? დიახ, ეს ჯერ ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, რა შინაარს ჩადებენ ამაში, თუმცა რაც გაჟღერდა, ეს ასე ჩანს, რომ ცენზურა იქნება ფაქტობრივად იმაზე, რაც არ მოეწონებათ ასეთ მედია საშუალებებს, ასეთ პროდუქტებს, ფაქტობრივად აკრძალავს ის რეგულაციები, რომელსაც აანონსებენ და უცხო დაფინანსება დონორი ორგანიზაციების აქ იგულისხმება მათ შორის ნებისმიერი დონორის, მათ შორის ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებაც მაგალითად, იმიტომ რომ ევროსაბჭოს წევრი საქართველოც არის, მაგრამ მისგან მიღებული დაფინანსებაც კი უცხოურ და უცხო ძალად და ასეთად მოიაზრება ქართული ოცნების გაგებით და იმ ეგრეთ წოდებული კანონის გაგებით, რომელიც მათ 2024 წლის გაზაფხულზე მიიღეს. გუშინ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მამუკა მდინარაძე თავადაც არ იყო კმაყოფილი ამ კანონის, ასე ვთქვათ, მოქმედებით. გულისხმობ იმას, რომ მან რამ ახსენა ეს ჩვენ რაც მივიღეთ რუსული კანონი, თავად რომ გამჭვირვალობის კანონს უწოდებენ და ერქვა 2023-ში აგენტების კანონი არის ფარას მსუბუქი ვერსია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ზუსტად ასლი თარგმნოთო, მაგრამ არც ამ მიმართულებით არ უპასუხა კითხვებს. თუმცა თქვა, რომ ნახეთო, რომ რამდენიმე ათეული მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ დარეგისტრირდა ამ კანონში. გუშინაც გამიჩნდა ეს კითხვა, თუმცა იქ არ ვიყავი, რომ მისთვის დამესვა რა უშლიდა ოცნებას, ხელს, ან რეესტრს, სპეციალურ სიფს, რომელიც შეიქმნა, რომ ძალი დაერეგისტრირებინა მაგალითად საიან ცდელობა ჰქონდათ საერთოდ რამდენიმე ათეული კი არა, რამდენიმე ათეული დარეგისტრირდა. დანარჩენი უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების, ვისაც ეს კანონი ვრცელდებოდა, არავინ არ დარეგისტრირდა და ეს არ იქნებოდა სიახლე მათთვის, იმიტომ რომ როდესაც ეს ეგრეთ წოდებული კანონი განიხილებოდა, კანონ პროექტი ჯერ კიდევ პარლამენტში განიხილებოდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით საჯაროდ, რომ ჩვენ არასდროს არ დავრეგისტრირდებით იმ რეესტრში, რომელიც საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმიანობას არქმევს უცხო ინტერესების გატარებას და ამიტომ ჩვენ ეს თავიდანვე ქონდა გაცხადებული, რომ არ ვაპირებდით რეგისტრაციას და ამის პარალელურად ჩვენ დაწყებული გვაქვს დავა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, მან რო არ შეაჩერა ეს კანონი ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ ეს დავა გრძელდება და ასევე გასაჩივრებული გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 143-მდე სუბიექტის სახელით არის საქმე გაგზავნილი სტრასბურგში და იქიდან მოსულია უკვე დასტური, რომ ეს რეგისტრაცია გაიარა საჩივარმა, შემდგომ პროცედურებს ველოდებით და არავითარი სიურპრიზი მათთვის არ იყო ის, რომ ჩვენ არ ვაპირებდით ამ რეესტრში დარეგისტრირებას. მათი მხრიდან ეს კანონი არ აღსრულდა, რაც როგორ ფიქრობთ, რატომ არ აღსრულდა? თუ მათთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო იარლიყის მიკერება და ამას ახლაც ისედაც იძახიან. ამ კანონმა თავის მიზნებს მიაღწია, მაინც ეს იყო, რა თქმა უნდა, აი ამ ტერმინის დამკვიდრება, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და ეს ისედაც გრძელდება და ეს კანონი არ აღსრულდა რეგისტრაციის ეტაპზე, თორემ სხვა ზიანი ჩვენ ყოველდღიურად ისედაც მოგვადგა მას მერე, როდესაც ამ კანონზე საერთოდ საუბარი დაიწყეს და ეს ზიანი გრძელდება. და ეს დისკრედიტაცია არასამთავრობო ორგანიზაციების არის უწყვეტი პროცესი, რომელსაც ისინი სხვადასხვა გზებით, მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით აგრძელებენ ყოველდღიურ რეჟიმში და ამ მხრივ მათთვის ხელი არ შეუშლია იმას რეგისტრირებულები ვართ თუ არა, ისინი რატომ არ მოინდომეს გამეკვირდა? ხო, ну ეს არ ვიცი, ეს ნებისმიერ დროს მათ შეუძლიათ გააკეთონ კითხვა და ერთხელ ირაკლი კობახიძე მითხრა, რომ მინისტრი ახალი დანიშნულია, ახლა ხო სხვა მინისტრი ყავს. ოხანაშვილი და აცალეთ და ალბათ იზამსო, მაგრამ ფაქტია არ მოინდომეს. სავარაუდოდ მათ ალბათ შეეშინდათ პროტესტის კიდევ უფრო მეტად
გაზრდის და ეს იყო მიზეზი, რატომაც მათ ძალით არ დაიწყეს ორგანიზაციების რეგისტრაცია, მაგრამ ეს მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გააკეთონ, ეს კანონი მათ ამოქმედეს და ნებისმიერ დროს შეუძლიათ იძულებით გააკეთონ რეგისტრაცია, რაც რა თქმა უნდა იქნება დამანგრეველი ამ ზოგადად საზოგადოებისთვის ეს კანონი ასევე გაკრიტიკებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისიას აქვს პირდაპირ ნათქვამი, რომ ეს კანონი ვერც კი შეიცვლება, ვერც კი ჩანაცვლდება, რომელიმე მუხლი იმდენად პრობლემურია, ეს მთლიანად უნდა იყოს გაუქმებული. ამიტომ ამ კანონის ამოქმედება არ იყო მათთვის იოლი და სწორედ ამიტომ არა. აპირებენ ახლა ამაზე უფრო კაცრია ამოქმედონ ფარას ასლი, რასაც უწოდა გუშინ მამუკა მდინარაძემ. რა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა საერთოდ აუკრძალონ არასამთავრობოებს ესე პირდაპირ გავიაროთ ის გზა, რაც რუსეთმა გაიარა ბევრი წლის განმავლობაში და დაფინანსების. სხვა შორის თუ გახსოვთ 2023 წელს, როდესაც პირველად დაიწყეს ამ კანონზე საუბარი, მათ ამ პირველი ტალღის კრიტიკის შემდგომ ხელა კიდე ერთი პროექტი დაარეგისტრირეს და თქვეს, რომ ეს არის ამერიკული ფარას ანალოგი და თარგმნეს რაღაცა, რომელიც სიამდვილეში არ იყო არც სუსტი თარგმანი და არც იყო ამერიკული კანონის ანალოგი, იმიტომ რომ ამერიკული კანონი არ კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მედიის თავისუფლებას, მედიის საქმიანობას, უცხოური დაფინანსების მიღებას არ კრძალავს. ის კანონი ეხება ლობისტებს და ლობისტების რეგისტრაციას ეხება და მათ რაც თარგმნეს და დაარქვეს, რომ ეს არის ანალოგი, იყო, რა თქმა უნდა, იგივე რუსული კანონი და მისი გაგრძელება და ახლაც ალბათ რასაც დაინიცირებენ, ესეც იქნება არა თარგმანი, არა შინაარსის როგორც მოქმედებს დემოკრატიულ ქვეყნებში, არამედ ეს იქნება რუსული კანონის ახლანდელი ვერსია. უფრო რუსული კანონი არ არის ის ვერსია, რომელიც რუსეთმა პირველ 2012 წელს მიიღო. მათ ეს კანონი გაამკაცრეს, კიდევ და კიდევ უფრო შეზღუდეს თავისუფლება ორგანიზაციების საქმიანობის, გაავრცელეს ინდივიდებზეც, ფიზიკურ პირებზე და ახლა იმ ვერსიის ყველა უფრო ცუდი ვერსია არსებობს რუსეთში. ახლა ალბათ რასაც თარგმნიან, იქნება ახლანდელი ვერსია რუსული კანონის, რომელსაც დაარქმევენ, რომ ეს თვითონ არის ფარა, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება ამერიკული კანონის ანალოგი, იმიტომ რომ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული კანონმდებლობები არ კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების მიღების შესაძლებლობებს, არ არქმევს მათ აგენტებს, არ არქმევს მათ უცხოურ ძალას, დონორებს. შეიძლება აი ამ კანონით საერთოდ აკრძალონ დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ახლა შეუძლიათ ყველას მიიღონ თუ დარეგისტრირდებიო. უკვე ამის თქმა ძალიან ძნელია, ისეთი ტემპით მიმდინარეობს ეს კანონმდებლობის ხელით სივრცის შეზღუდვა, რომ კიდევ რა სიახლეს შემოიტანენ ეს არ ვიცი, სადამდე წავა მათი ფანტაზია, იმიტომ რომ ყოველდღიურად ეხლაც რაც არის დაინიცირებული, ეს არის და რასაც უკვე მეორე მოსმენითაც უყარეს კენჭი, სხვა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, არის იმდენად შემზღუდველი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, რომ ამაზე უარესი რაღაც შეიძლება რომ ჩაიწეროს კანონში, უკვე ძნელი საკითხია. ამაზეც მინდა ვისაუბროთ, მაგრამ იქამდე ერთ დავაკონკრეტებ, თქვენ თქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საია ისევე როგორც სხვა არასამთავრობოები არ დარეგისტრირდნენ რუსული კანონის რეესტრში, უკვე დაგვაზიანა. იგულისხმეთ მათ შორის დონორებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ სხვა არასამთავრობოებსაც ვეკითხები, როგორ აისახა ეს კანონი, ვთქვათ, ახალ პროექტებზე, ახალ გრანტებზე, თქვენ შემთხვევაში? არა, რა თქმა უნდა, დონორების მხრიდან, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არის სრული მზადყოფნა ისევ თანამშრომლობის და ამ მხრივ არ ყოფილა. ეს მეგულისხმობ იმას, რომ ეს ნეგატიური განწყობების გაღვივება, რომელიც არის ქართული ოცნების პროპაგანდის მთავარი ხაზი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გააღვივონ ესეთი აგრესია, საზოგადოებას გაუჩინონ, მცდარი წარმოდგენები, ეს ანუ რა მიზანიც ამ კანონს ჰქონდა, ამ რეესტრსაც ხო, იმიტომ ქმნიდნენ სიამდვილეში, რომ ყოფილიყო სადღაც ჩანაწერი, რომ ეს ორგანიზაციები და სია არიან უცხოური, სიაში მოხვედრილი ორგანიზაციები არიან უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებლები. ეს იყო მათი მიზანი, თორემ მათ ძალიან კარგად იციან რა დაფინანსებას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და რაში იხარჯება ეს. მათ შორის ჩვენს მაგალითზე, ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ანგარიშებს, სადაც გვიწერია ყველა დონორის კონტრიბუცია, რამდენი იყო ჩვენი საერთო ბიუჯეტის და რაში დაიხარჯა. ამიტომ ეს რაღაცა ეს რეესტრი არ არის მოგონილი იმისთვის, რომ მათ მართლა აინტერესებდათ ფინანსები და ეს რაში ხარჯებოდა. ეს იყო უბრალოდ იარლიყის მიგერების მიზანი. რომ დაგვესმით ჩვენ პარტნიორი ქვეყნებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ ისინი საქართველოს არ მიატოვებენ და თანხებს, გრანტებს უფრო მიმართავენ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისკენ, შესაძლოა აგენტების კანონის უკვე მესამე ვერსია, ასე ვთქვათ, და უფრო
პროექტზე მუშაობა, ამიტომაც დაანონსეს, რომ საერთოდ ვერ მიიღონ დაფინანსება. მათ ჰქონდათ იმ ვერსიაში 2023 წელს რო თარგმნეს და თქვეს, რომ აი ეს არის თითქოს ანალოგი, იქ პასუხისმგებლობა იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეწერა და მაგას გულისხმობენ, რომ აი ჯარიმა თუ არ გაშინებთ და ის თუ არ გაშინებთ, რომ შეიძლება საერთოდ დაიხუროთ, აი თქვენი თავისუფლება იქნება შეზღუდული, იმიტომ რომ ამერიკულ ფარაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ის არის სრულიად სხვა კანონი, რასაც ესენი აპირებენ რომ მიიღონ და რაზეც საუბრობენ, ეს იქნება ასევე რუსული კანონის ის ვერსია, რომელიც დღეს მოქმედებს რუსეთში, ან იმაზე უარესი, რაც დღეს რუსეთში მოქმედებს. ხო, რაღაცებში ვჯობნით უკვე რუსეთს. მესამე საკითხი ასევე უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვა საჯარო სექტორში. ესეც დაანონსეს ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, ტრენინგზეც ვერ წახვალ, დამატებით დანამატსაც ვერ მიიღებ და ასე შემდეგო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აი საჯარო გუშინ ამაზე თეატრულკიანიც საუბრობდა სხვათა შორის რუსთავიორის ეთერში, რომ ვიღაცაები ასე ვთქვათ გრანტში ჩაჯდომა იყო ესეთი ტერმინიო და 10-12000 ლარი ჰქონდათ ხელფასი და მე შიგნიდან ანგრევდნენ სახელმწიფოს რაღაც ესეთი ნარატივი. ხო, ეს არის კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა საჯარო სექტორზე, საჯარო სამსახურზე კიდევ ერთი შეტევა, ჩვენ გვახსოვს ის ცვლილებები, რომელიც მიიღეს დეკემბერში დაჩქარებული წესით ასევე და რომლის საფუძველზეც უკვე არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან და ეს პროცესი კიდევ გრძელდება, მას შორის საჯარო სამსახურის ბიუროს მთლიანად გაუქმებაზე არის საუბარი და რეორგანიზაცია მიმდინარეობს იქ. ეს ურტყამს საჯარო მოხელეებს პირველ რიგში და სახელმწიფოს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ეხმარებოდა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რომ მათ აიმაღლებინათ საკუთარი კვალიფიკაცია. ტრენინგებზე რადგან ლაპარაკობენ, ტრენინგებს უტარებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, იმიზნით რომ სახელმწიფოს ქონოდა უკეთესი სერვისები, სახელმწიფოს ქონოდა უკეთესი შესაძლებლობები, რომ გადაეწყვიტა ის პრობლემები, რაც სამსახურის ფუნქციებში შედის. და ეხლა მათ გადაწყვიტეს, რომ ყობა ესეც არის გარკვეულწილად საფრთხე მათთვის და გადაწყვიტეს, რომ ესეთი შესაძლებლობებიც მოსწონ და ადამიანებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს გაეცნონ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც დემოკრატიულია და რომელიც ადამიანის უფლებებს ეფუძნება. ეს კიდევ უფრო შეაშინებს საჯარო მოხელეებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. დღეს საბა ბრაჭულის პოსტს კითხულობდი, რომ საჯარო მოხელეებო ხმა მოიღეთ, ალტინფოელებიც კი მიხვდნენ, რომ საშინელ კანონებს იღებს ოცნებაო. რას ურჩევდით? ალბათ მოწოდება ძალიან რთული ამ ადამიანებისთვის, როცა ხედავ, რომ ვიღაცაებმა რომ 78 მუხს კონსტიტუციის დაუბრუნდით და იყავით ერთგული ამ განცხადებას, რომ ხელი მოაწერეს, მეორე დღეს უკვე აღარ ჰქონდათ სამსახური. რა ქნან ამ დროს საჯარო სექტორში დასაქმებულები. ახლა ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ რა თქმა უნდა ხმის ამოღება არის ეს ერთადერთი გზა, რომელიც ამ ქვეყანას გადაარჩეს. სხვა შემთხვევაში თუ ყველა გაჩუმდება, ეს გაჩუმებაც დიდხანს ვერ გაგრძელდება და ამ გაჩუმების სანაცვლოდ მათი თავისუფლებაც შეიზღუდება და მათთანაც მივა უსამართლობა, თუ ახლა თვალს ხუჭავენ საკუთარი კოლეგის მიმართ უსამართლობაზე და ამაზე ხმას არ იღებენ, ეს უსამართლობა მათაც შეეხებათ, ამას უბრალოდ სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ მე ვეთანხმები რა თქმა უნდა საბას ამოწოდებას, რომ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, ვინც ფიქრობს, რომ ახლა ქვეყანაში არის ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ან დავიცავთ ქვეყნის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს, ან ეს იქნება გაურკვეველი მომავალი, რომელიც ალბათ არც საჯარო მოხელეებისთვის არ არის ნამდვილად. მე დარწმუნებული ვარ, რომ საჯარო მოხელეების დიდი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებების მიმართ არ არის რაღაცა მოხიბლული ამ ცვლილებებით და არ იზიარებს ამ პოლიტიკას, რომელსაც ახლა ქართული ოცნება ამ კანონმდებლობის ასეთი სახით მიღებაში გამოიხატება. ამას აქვს კანონმდებლობის ინსტრუმენტალიზება ხდება, რომ ამ კანონმდებლობის ხელი, კანონმდებლობით რეპრესიები კიდევ უფრო ფართო ჯგუფებს შეეხოს და ეს ამას ჰქონდეს თან სუსხავი ეფექტი. ამ სუსხავ ეფექტში იგულისხმება ის, რომ ერთ ადამიანს რომ სჯი, ამით შენ სხვა ადამიანების დაშინებაც გინდა, რომ მათაც აღარასდროს აღარ მოიღონ ხმა და ვერ გაბედონ. ზოგადად არც ერთი საჯარო მოხელი არ არის ახლა დაცული, იმიტომ რომ მათი გათავისუფლება იმ ცვლილებების ფონზე, რომელიც უკვე შევიდა კანონში, ნებისმიერ დროს ისედაც შეუძლიათ. ამიტომ ამის გაპროტესტება არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები დაიცვათ.
შემთხვევაში, მოკლედ ხო ამ შემთხვევაშიც. და ბოლოს პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი იმდენი ცვლილებაა დასაწყისში ვეცადე მოკლედ ჩამომეთვალა. ფართო სურათში რომ შევაფასოთ, გვაშინებს ქართული ოცნება მოქალაქეებს თუ უფრო თავადაც არის შეშინებული უწყვეტი პროტესტით, ადამიანების გამბედაობით და იმით, რომ არც სტუდენტები, არც სხვები არ უშინდებიან და ოცნება კიდევ იმ შიშით რაღაც გაუგებარ კანონებს რეგულაციურად რო. ან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ ერთხელ დეკემბერში უკვე მიიღეს, ან ერთი თვის წინ მათ უკვე მიიღეს ძალიან მკაცრი რეგულაციები გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანეს ცვლილებები, სანქციები გაათმაგეს, გაამკაცრეს, ახალი მუხლები დაამატეს, ნიღბის პირბადის გაკეთებაც კი შეიძლება ნიღბის ტარება და სახის დაფარვად ჩაითვალოს და ბევრი შეზღუდვები ისედაც დაადგინეს, ისინი მიხვდნენ, რომ ხალხი ამით არ შეშინდა და პროტესტი ისევ გრძელდება და ამიტომ დაჭირდათ მათ დამატებითი რეგულაციების შემოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროტესტი. ეს მიზანი აქვს, რომ ადამიანებს ამ ცვლილებების შეეშინდეს და ხალხმა აღარ გააპროტესტოს ის, რასაც აპროტესტებენ, ის მოთხოვნები აღარ ქონდეთ, რომელიც ახლა ისმის ამ პროტესტის დროს. ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. ძირითადად ეს ორი მოთხოვნაა, რომელსაც ადამიანები ქუჩაში ითხოვენ, როდესაც ეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება. შეუძლებელი ამ კანონებმა იმუშაოსო, მსმენია ესეთი სურვილები თუ ფიქრები ადამიანებისგან, რომლებიც დიდად აქტიურები თავად არ არიან ამ პროტესტში და სულ 2 წუთი გრჩება და მინდა ამ მოქალაქეებს ვუთხრათ, რატომ შეიძლება იმუშაოს და საბოლოოდ თუ მართლა ყველა არ მოიღებს ხმას, როგორ შეიძლება გააჩუმონ ის ადამიანებიც, ვინც 71 დღეა ხო უკვე დგან ამ ქუჩაში. ახლა ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ყველა არის დამორჩილებული ქართულ ოცნებას, სასამართლოდან დაწყებული პროკურატურის ჩათვლით და ყველა სხვა უწყების ჩათვლით, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი ვერ გვექნება, რომ ის გააუქმებს ამ კანონებს, იმიტომ რომ ბოლო დროს არც ერთი ესეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, რომელიც ასეთ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. ამიტომ ერთადერთი რამ, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, ეს არის საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების შესაძლებლობა. ეს იქნება მედიის მეშვეობით, თუ ეს იქნება ქუჩაში. ეს ცვლილებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რომელიც დააინიცირეს ან რომელზეც ფიქრობენ, რომ დააინიცირებენ, ყველა მიმართულია იქეთკენ, რომ ეს სივრცეები დაიხუროს, აღარ იყოს და ადამიანებს აღარც ქუჩაში შეეძლოთ პროტესტის გამოხატვა და აღარც მედიები აშუქებდნენ მათ პრობლემებს და ეს სივრცეებიც დაიხშოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, სანამ ის მოხდება, მანამდე ჩვენ ადამიანებმა, მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ამ უსამართლობაზე ხმა და გავაპროტესტოთ და მხოლოდ პროტესტით შეიძლება ალბათ ეს ან ძალის დანახვება ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას არ მიიღებს. ანუ ასეთი კანონებით საქართველოს მოსახლეობა არ იცხოვრებს. ამაზე ხმა უნდა გქონდეს ნიჰილიზმს როგორც ძლიან მოქალაქეებმა, არის ასეთი კატეგორიაც, რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება. მათ რა გურჩიოთ? ხო, მე ყოველთვის მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და გონია რომ შეიძლება თუ მოსახლეობა ამასთან დაკავშირებით საკუთარ მყარ პოზიციებს დააფიქსირებს და არ შეეგუება უსამართლობას. ქვეყანას განვითარებისთვის რა სჭირდება დროის ამოცემულ ეტაპზე, რომ წინ ვიაროთ და ჩვენი ქვეყნის მომავალი საქართველოს მოსახლეობას წარმოუდგენია ევროპასთან, ევროპაში, ევროკავშირთან ერთად და ამ გზიდან გადახვევა არის ის, რაც მოსახლეობას ქუჩაში გამოიყვანს ხოლმე და ახლაც სწორედ ეს პროტესტი მიმდინარეობს. ამიტომ მე მგონია, რომ ქართული ოცნება რაღაცა ეტაპზე მიხვდება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მას არ გაუვა ასეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორცაც ახლა დგამს და ეს პოლიტიკა მათ არ გაუვათ და მოუწევთ უკან დახევა. წერტილი რას დავუსვათ? რა დავასრულოთ ამ ქვეყანაში? ამ ქვეყანაში და დავასრულოთ წამება და ადამიანების ჩაგვრა, რომელიც ახლა ყოველდღურად ხდება. თავისუფლებას ინდისის ყველა პატიმარს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. მე ხვალ მდგომარეობებით.